ღმერთმა დაგვიწყო. ეს ძიმშიბრია შაბათი არის გამყუდროებული რაღაცა მისმანებული. ესე იყო ჩაფიქრებული, რა თქმა უნდა. ღმერთმა შებადრებინოს ყველას ქრისტიანად ყოფნა რთულ პერიოდში. არ ყოფილა არც ერთი პერიოდი ადვილი კაცობრიობის ისტორიაში, ქრისტიანობის ისტორიაში. ყველა ეპოქას თავისი გამოწვევა ჰქონდა, ყველა ეპოქას თავისი განსასწრებელი ჰქონდა, რა თქმა უნდა. განხილული და იდეალური პერიოდი დედამიწაზე ქრისტიანობისთვის არ ყოფილა და არც იქნება. იმიტომ რომ ვიღაცა დევნის ქრისტიანობას და ამის გარშეც არ არის. არა, იმიტომ რომ ჩვენი თავი, ჩვენი საკუთარი თავი უნდა არ არის ნამშვიდებული, დაწნარებული და გარდაქმნილი. არა ვართ ჯერ ასეთი. ამიტომაც თავარი საბრძოლო ასპარეზი ისე და ისე ჩვენი თავი არის და ქრისტიანების პრობლემა სწორედ არის ის, რომ აი ამ ვერ ამოვდივართ საკუთარი ინტერესებიდან, ვერ ამოვდივართ საკუთარი ეგოს მსახურებიდან, ვერ ამოვდივართ ამ კერცახურებიდან, რომ ეგოს მსახურება არის, ან მეგორა არის მე და მე რაც მაისიამოვნებს ჩემი ინტერესები რაც არის, აი ამისით ვერ ამოვდივართ, წარმოიდგინეთ ჩვენი ეს წუთი სოფელი დაიყვანება აი ამ ინტერესთა სახურებაზე. სურვილების მონები ვართ პრინციპში. წარმოიდგინეთ, ჩვენი ოცნებების მონები ვართ. ჩვენი რა ვიცი, მიზნების თუ ჩვენი რა ვიცი, ვნებების ხო ვართ და ვართ, რა თქმა უნდა, და მე ეს ვნებები აფორმირებენ ჩვენს ფანტაზიასაც და აქედან გამომდინარე ოცნებებსაც, ხო? ნუ მონები ვართ, რა ასე ვთქვა და აქედან გამომდინარე მთელი ეს პროცესი უნდა წარიმართოს ქრისტიანის ცხოვრების გათავისუფლებისთვის, ბრძოლისკენ, ანუ უნდა წარიმართოს. ნუ კიდევ ვიმეორებ, მონობა არის სასიამოვნო. რატოა სასიამოვნო? იმიტომ რომ აბსოლუტურად აგებული არის საკუთარი თავის ეგოს თამამისცემაზე და პატივისცემაზე. სასიამოვნო, იმიტომ რომ მე ხო სიამოვნოს ნებისმიერი ცოდვა ხო სასიამოვნოა და უბრალოდ. აბა სასიამოვნოც რო აღარ იყოს, მაშინ ვიღა ჩაითენდა. ნებისმიერი ფუჭად გატარებული დროს ხო სასიამოვნოა. უსაქმურობაც ხო სასიამოვნოა, წარმოიდგინეთ. და წარმოიდგინეთ, უსაქმურობიდან რო საქმეში შემოხვიდე რამხელა ძალისხმევებიდან და ამხელა შემოძახილიდან დაწყებული საკუთარი თავის და საკუთარი იძულება ხო, აი უსაქმურობ და უნდა რაღაცა გააკეთო. დაგავო სახლით თქვა, ნაგავში რო არის კიდე. თქვა, ამას ხო ჭირდება ძალისხმევა. ელემენტარულ რაღაცას. ცოტა ძალიან მარტივია შეამოწმოთ ეს თქვენ ცხოვრებაში, ჩვენ ცხოვრებაში ეს ძალიან მარტივია. რაც გეზარება და რასაც შრომა ჭირდება, ესენი ის კარგია. და პირიქით, ამის პირიქით მარკერი არის. რაც ადვილად გამოდის და რაც ძალიან კარგად ისწავლება, იხარება. ის არის ცუდი, ესე იგი. ხომარდივია, ეს არის კარგი, ეს არის ცუდი. ორჯერ ორი ოთხი არის. ანუ ჩვენ გვინდა რომ ვიზახოთ რომ 7 არის. არ გვინდა დავიჭეროთ რომ 4 არის. ხო, გავიცი რა. ამიტომ ასე არ უნდა გაგვიკვირდეს. მე ყველანაირ სიტუაციაში ადამიანებს უჩვენია მონობა კიდევ თავისუფლება. თავისუფლება არის მამაცი, ჭკვიანი, გააზრებული შესაბამისად და წმინდა ადამიანების საქმე. იმიტომ რომ თავისუფლებას აღწევ აი ამ შრომით და იწმინდები განიღოთოვი, რა თქმა უნდა. განარჩენი თავისუფლებას და მონობას უკვე ამისი ასახვა არის უკვე ჩვენს ყოფილ ცხოვრებაში. რა თქმა უნდა. ცხადი. ყველაფერში აისახება სულიერი და ხორცი ადამიანი ერთმთლიანობა არის. აქ
შეიძლება ხორცის წაკერაბოდეს და სული წაკერაბოდეს. ერთი თვიანობა, პიროვნებას ანაბეჭდი არის, ანაბეჭდი აქვს ეს ყველაფერი. ხო და მაგას ვიცახი რა, რომ აი ეს ყველაფერი რაც განახორციელა იესო ქრისტემ ჩვენ სწორედ გვაძლევს თავისუფლების შანსს. თავისუფლება კი არ მომიტანა. თავისუფლებისკენ გააღვყარი. მაგრამ ჩაბეტონებული იყო ესე დავარქვათ ეს კარი და რა თქმა უნდა მონობაც იყო და ყველაფერიც იყო რა თქმა უნდა. მაგრამ ამ მონობაში რაღაცა წესებიც იყო ძველი ახლის წესებს გულისხმობ შემთხვევაში. სამოძრაო წესები, რომ თლადან ესე თქვა ჩამპალი იყო ეს ხალხი მონობაში, მაგრამ იმ სამოძრაო წესები აღარ იყო საკმარისი, რომ გათავისუფლება მოეპოვებინა. მაგრამ ხალხმა შეიყვარა ის სამოძრაო წესები მონობის, ამაში ასაკ. და თავისუფლება არ უნდა ადამიანს, არ უნდა. საეკლესიო ცხოვრებაშიც არ უნდა თავისუფლება. აი რა პარადოქსია, ქრისტე მოიტანა თავისუფლება და ქრისტეს მრევლს ეკლესიის ანუ ვინც ეკლესიურად ცხოვრობს, იმათ არ უნდა მოიტანოს თავისუფლება, რას გულისხმობ აუცილებლად. ურჩევნია მრევლს, რომ მოძღვარმა გადაუწყვიტოს რაღაცეები, აი აქედან აქამდე იმოძრავე, აქედან ეს გააკეთე, ამდენი ილოცე, ამდენი რაღაცა მეტალია გააკეთე და რაღაცეები გააკრავო, მერე ესე ვთქვათ, აი ვთქვათ, რა ვიცი, ანუ თავისუფლება ხო პასუხისმგებლობის აღებაა თავის თავზე, საკუთარ თავზე ხო არის რა. ამიტომაც მეტი მრევლი ყავს ისეთ იმ კატეგორიის მოძღვრებს, რომლებიც არიან ის კატეგორიის მოძღვრები, რომლებიც არიან და ვარქვა ტირანები ეს, დიქტატორები, დირექტორები და დანარჩენები არიან ისეთი. რაღაც ეს შეკრებილი ეს მოძღვრების მრევლი მონები, რომლებსაც იმდენად რომ ამას შეკრიბა ეს მონები, იმიტომ რომ მათ იმ ხალხსაც ურჩენია დირექტორი და დირექტივები და ბრძანებები, კონკრეტული გასაგები აქედან აქამდე, ვიდრე რა შენ როგორც გინდა ისე იმუშავე. ეხლა მოძღვარი რომელი ურჩენია? აი ეს გააკეთე, ამდენი გოცვა წაიკითხე, აქედან აქამდე ესა და კარგადაა ყველაფერი. თუ როგორც გინდა ისე მომიწე. აბა რომელი ურჩენია? რა თქმა უნდა, ურჩენია გასაგები, დირექტივები, ზებები არ იფიქრო, ინსტრუქცია მიღებულია, აქედან აქამდე შევასრულე და მორჩა. ვარ აღმსრულებელი ჯურისა, მორჩილი მოძღვრისა, ესე იგი შესაბამისად კარგი ქრისტიანი. აბა კი სულასია. ხარ ჩვეულებრივი მონა სამწუხაროდ, რომელსაც ვერაფერი ვერ გაუგია რა უნდა ეკლესიაში საერთოდ. ხო. მოძღვარება არ შეიძლება დააბრუნოს ადამიანი და მრევლი. ქრისტიანები სამართლაც. პირიქით. მონა ვერასდროს ვერ გაიაზრებს პასუხისმგებლობას. ვერასდროს. ამ დროს ქრისტიანობა პასუხისმგებლობა როგორ მოთხოვო მე ქრისტიანს მრევლს თავგანწირვა და სიყვარული ადამიანისა თუ პასუხის გააზრებული არა. უბძანო? რანაირად? ეს ხო გააზრებული ქმედება არის, გადადგმული ნაბიჯი სახურება მეორე ადამიანისა და თავგანწირვა სიყვარულიც არის, რაც ქრისტე მოვიკეთა ჩვენ ყველას, ხო? მონები ამას ვერ აკეთებენ. ამას თავისუფალი ადამიანები აკეთებენ. თავისუფალი ადამიანები აკეთებენ ამას. გააზრებულ საქციელს, გააზრებულად შიშის დათქმულას ახდენენ, ან არ ეშინიან და აკეთებენ ამ საქციელს. ამიტომ
ძალიან ადვილია და კარგია, როცა ინსტრუქციები არის კაფეო და დირექტივას გასაგები არის. ან გააკეთებ ამას და კარგად იყავი. აქედან აქამდე გააკეთე და კარგად იქნები. რა უნდა ამას? უმარტივესი არის. დირექტორის კარგად არის და მორჩილი ხალხის კარგად არის. შვედურად არის. მოთხოვნა მიწოდების ამბავი არის, იმათ ურჩევნია დირექტორი, დირექტორსაც ურჩევნია, რომ ბევრი მონაყავდეს საქმეში. რა პრობლემაა? პრობლემა არის თავისუფლება. ეგ არის საქმე და მოვიდა ქრისტე და თავისი ამ გამომხსნელი მოღვაწეობით ადამიანებს აი ეს თავისუფლება, და კიდევ თავისუფლება არის პასუხისგებლობის საკუთარ თავზე აღება და სწორედ რა პასუხისგებლობისა, სწორედ იმ პასუხისგებლობისა, რომ მე ამ ყველაფერს გავიაზრებ და მე ჩემი თავისუფალი ნებით ავირჩევ ღმერთს, ქრისტეს და მისკენ სავალ გზაზე გვივლი. გავიაზრებ საკუთარ დაცემულ მდგომარეობას და ვიბრძვი, გამოვცხადებ აი ესაც გვია რომ ავგე და დალაგება დავიწყო სახლისა, ხო? ძალისხმევა, აი ვდგები, ჩემი ნებით გადავწყვიტე ეს რომ გავაკეთო, ჩემი თავისუფალი ნებით ვიაზრებ ამ პასუხისგებლობას, ტვირთულობ ამ პასუხისგებლობას და აი ამ გზას ვიწყებ გამართობისკენ გზას. რომელიც რთულია, რომელიც მეზარება, რომელიც მეზარება არც კი მინდა, იმიტომ რომ როგორც ვარ იმ დივანზე, სიზარმაცეში და ვნებებში წამოყოტრიალებული, ისე მირჩევნია ყოფნა. მონა მირჩევნია ვიყო, მონა დ ყოფნა არის კომფორტული. არავის აკეთება თავისუფლება თურმე რა. აქედან გამომდინარე, კიდევ იმეორებ. ამას ეკრებოდა აზრი და ლოგიკაც, ხო რა მოხდა ვიყო მონახულობა, ხო არ გადმოხავს და ჩვენი ვარ და ამშია, ამ წურია და აგინა რა პრობლემა რას გადამეკიდებ კაცო. 1000 ერთხელ მივალ ეკლესიაში სამთელს დავამტებ და მოვჭა და გადავდა, ხო? ბოლო-ბოლო. თუ გამიჭირდება რაღაცა, მე შეუთქვამ რაღაცა ღმერთს, გავუიგდები, ან სხვას დაუწყდავ ან რაღაცას და ყველაფერი მოგვარებული იქნება. რაღაცა არტივად და ეს რაღაც ისეთი ისიც ხო ჩვენიანია ამ გაგებით, ხო? ამას ლოგიკა ეკნებოდა მხოლოდ ერთ შემთხვევაში და აზრი ეკნებოდა აი ამ ლოგიკას რა. ეს ლოგიკა მუშაობს, ამგვარ რომელიც ყველა უმეტესობა მისდევს ამ ლოგიკას. ოღონდ ეს ეფექტურია ეს ლოგიკა ძალიან მოკლე მანძილზე. ეს შედეგის მომტანი არის ძალიან მოკლე მანძილზე. ანუ კარგათაა, შეგირადა რა კიდეც რა. აი ამგვარი ამ მონობაში ყოფნა კიდევ რომ შედეგიანია და ეფექტიანი არის მოკლე მანძილზე. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს არის დამოუკიდებელი. და ჩვენ ადამიანები ვართ შექმნილი გრძელვადიან პერსპექტივაში. მარადისობისთვის ვართ შექმნილი. ჩვენი ადამიანები ცხოვრება თუნდაც საშუალო გავიცა ხელად უნდა იყოს 80 წელი, 90 ან ყველაზე კარგი ვარიანტი ეს. ეგეც გარანტირებული არის, ხო? ეს არის მოკლევადიანი პერსპექტივა, მოკლე დისტანცია არის ეს. ამ მოკლე დისტანციაზე შეიძლება ეს გამართლებული ეგეთი დამოკიდებულება თქვა. მაგრამ არადიულ პერსპექტივაში ეს არათუ არ მუშაობს. ეს არის ჯოჯოხეთის ვიზა, გარანტია ესო ამგვარი შემოსულ აქმი დაქმედებები ჯოჯოხეთში მოხდება პირდაპირ. ჯოჯოხეთია, აქმე ჯოჯოხეთში ხარ პრინციპში, მაგრამ ვერ ათქო. კომფორტულად ახლა და იმით. ეს მუშაობდა თუ კი ეს გრძელვადია და ასეც იქნებოდა, ხო? თავარი არ არის არაფერი არ დაუშავა და ცენტრის ვიქნები და მორჩა და გაწავა. მაგრამ თუ გწავს, რომ შენ მარადიული არსება ხარ, თუ გწავს ის ყველაფერი, რაც განახორციელა ქრისტემა რა, ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ვისწრაფოთ თავისუფლებისკენ. ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ჩვენ ვისწრაფოთ განვითარებისკენ ღმერთში. ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ჩვენ დავძლიოთ საკუთარი უძლურებანი და ვნებები. დავძლიოთ, ან ვებრძოლოთ მას. თუ
თუ ვერ დავძლებ, არ დავნებდეთ მას მაინც. ეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის, ბრძოლა სიყვარულისთვის, ბრძოლა გადარჩენისთვის, ბრძოლა მარადისობაში უფალთან ყოფობისთვის. ეს ყველაფერი არის ბრძოლა მარადისობისთვის და გრძელვადიან პერსპექტივაში, მაგრამ ამ გრძელვადიან პერსპექტივებს თავისი ნაყოფები აქვე, აი აქვე გამოაქვს. დედამიწაზე ჩვენს მოკლევადიან პერსპექტივაშიც კი გამოაქვს. კი, შეიძლება ესეთივე მომხიბვლელი არ არის, როგორც აი ის, რაც მე აგიწერეთ თქვათ, მაგრამ აქვე ჩანს და აქვე იგრძნობა ეს ის მარადიული პერსპექტივები, თუ კი ამ გზაზე დავიწყეთ სიარულს. მოკლედ, ღმერთმა დაგლოცოთ და დაგახაროთ. ეს არის ჩვენი თითოეული ცხოვრების ცხოვრება და არჩევანია, ჩვენი თითოეული ადამიანის არჩევანია ნამდვილად და ღმერთმა შეგვაძლევინოს ყველას სწრაფვა. სწორი პოზიციის მონობიდანაც კი ეგეთი პოზიციაც კი არსებობს. ღვთის მონობა მაგალითად. ღვთის მონობაც კი და ყველა ღვთის მონა მიყოთ. არა ის საკუთარი თავის მონა და ვნელების მონა კი არა, ღვთის მონაზე მაგალითად. იქაც კი განვითარების პერსპექტივაც არსებობს. რომ ღვთის მონობიდან ღვთის მეგობარი გახდე წარმოიდგინე. იქაც კი არსებობს, თუმცა ღვთის მონა ვიყო ეტაპებიც. ამინ, ალელუია. რაზეა ლაპარაკი. მაგრამ იქაც კი არის განვითარების პერსპექტივა, რომ ღვთის მონა არ იცის ღვთის განგებულება, არა ანუ და პირდაპირ იმენი წვენა გააჩნია, იგივე წვენა დაუბრალდა, პირდაპირ მიიღო ღვთის განგებულება, ღვთის ნება, ყოველგვარი ეჭვის და გამოძიების გარეშე და აღასრულა მის წმენა, ლიტონი წმენა, არანაირი ის შემოწმება რო არა, აი წამს და მორჩა, აი გარი ღვთის მონა. ამას მიღწევა ესეთები ვიყოთ რაც. მაგრამ აქაც კი ამ ღვთის მონობაშიც კი არ არის ეს ბოლო ინსტანცია, იქაც კი პერსპექტივაა განვითარების ღვთის მეგობრად ყოფნისა. ანუ უფალი უცხადებს ამგვარ ადამიანს არა მარტო მის ნებას, რომ აი ეს გააკეთე პირობითა რაღაცა თქვა, ხო? არამედ უხსნის კიდეც, რატომ უნდა გააკეთე. მეგობარი, ეს სხვა სიმაღლეა. თუმცა ღვთის მონობას მეყოფოდა პრინციპში. და არა საკუთარი ვნებების მონა. ღვთის მონა უკვე თავისუფალი არის, მაგრამ მაინც მონა არის. ამიტომ ხო ხედავთ განვითარება არასდროს დამთავრდება, პერსპექტივა ეს გამთობის პერსპექტივები, რა ვიცი ეს. ჩვენი ბუნება არის ამგვარი, ბევრჯერ მithქვამს რა. განვითარებადი ბუნება გვაქვს ჩვენ, ყველა ჩვენგანაც. ასაკის მიუხედავად, იმიტომ რომ ასაკის პირობითი არის რა. მარადისობასთან პირობითია ცხადია. ჩვენი ბუნებას განვითარებადია. კიდევ ვიტყვი, ნორმალურად. გუშიო რაღაც არ ვიცი თქვა. დღეს დავიკითხავ ინფორმაციას იმაზე, ან პროფესიას დავეუფლები, ვისწავლე 4 წელი და უკვე ის რაც მანამდე არ ვიცოდი, უკვე ვარ დღეს უკვე მატორისტი თქვა. და მაქვს პროფილაქტიკა. გუშინ არ ვიცოდი არაფერი მსგავს. დღეს რაღაცა არ ვიცოდი, გუშინ არ ვიცოდი, დღეს ავიკითხავ უკვე ვიცი რაღაცა უკვე ინფორმაცია. ანუ ეს ხო ბუნებას, ჩვენ ბუნებას ეს თვისება რა ხონდოდა სხვა, ხო, ეს შეუძლებელი იქნებოდა რა. და ეს განვითარება არ თავდება არასდროს. სულ წინ და წინ მიდის. ასე არიან შექმნილი ადამიანები, ასე არიან ანგელოზთა დასნის შექმნილი, ისინიც მუდამ წინ მიდიან და წინ აფუფლის შემეცნებაში, წინ და წინ. და ასე ვართ ჩვენ შექმნილები. მაგრამ განვითარებადი არსებები ვართ ჩვენ. ხო და აი როცა ეგეთი ბუნება გაქვს, როცა ეგეთი და ისე მონობას არჩევა რა. საკუთარი ეგოს უსახურებას და საკუთარ თავს გარეთ კერპს და მარტო იმაზე ფუფუნებდა ზოგუნა რომ რა ასიამოვნო და როგორ ასიამოვნო და როგორ ჩანო რა მოკლედ ფუფუნებდა ზოგიო როგორ სერიალებში არა საკუთარ თავს
მარტო შენი საზრუნავი წარმოიდგინე ამ მარადიულ პერსპექტივაში რომ ეს რაღაცა აი პატარა ლოკალურ რაღაცა გაელვებაში ჩვენ ცხოვრებასაც ქვია რას ვაკეთებთ ხოც ამას როგორი საწყლები ვართ ადამიანები უცა ამას ვაკეთებ ცოდვები ვართ არიციან აპატია ეუნება ღმერთს მაგრამ ეგ იმათზე თხოვს ქრისტე ებრაელებს რომელსაც ჯვარზე გააქვს ებრაელება მართლა არ იცოდნენ ვის არ აყვნენ ჯვარზე ჩვენ ეგეთ შანსს არ აქვს ეგრე რომ თხოვს ქრისტემ ამის წინაშე რომ აპატია ამ სულელებს ან დებილებს არ იცოდნენ თუ ხო აღარ იქნებოდნენ მონებიო ეგ შანსიც არ აქვს იმიტომ გითხარი და იცით უკვე ასე გვიანე არის მე რა გითხარი 2000 წელია თქვა მე არ უკვე ჩვენ ეგ შანსიც აღარ აქვს რომ თქვა რომ არ ვიცოდი ღერთო თურმე რა მევალებოდა რა იყო თავისუფლება თურმე ამის ანუ იმათ ის ებრაელები უკეთეს დღეში არიან მათ მართლა არ იცოდნენ ვინ გააკეთებდა ჩვენ ყველაფერი ვიცით ძალიან კარგად თეორიულად მაგრამ ჩვენ არ გვინდა ჩვენ ცხოვრებაში ეს გავადარო არ გვინდა მაგრამ ჩვენ რა გავდა ღმერთმა გაგვუცეთ ღმერთმა გაგუთხოთ შეგვაძლებინოს გაგვაზრებინოს ქრისტიანად ყოფნა რა არის რა პატივი არის რა დიდება არის რა პასუხისგებლობა არის და რა უსარმაზარი საუცხოო პერსპექტივის მომდანი არის ქრისტიანად ყოფნა ამინ